ამ სითანთალეს და სიფაფუკეს შეხედეთ, პირველად გავაკეთე, სასწაულია დედას გეფცები, აი უნდა გასწავლოთ, ორი ინგრედიენტით კეთდება, ნუ შაქარს აღარ გულისხმობ, იმიტომ რომ გინდა დაამატებთ, გინდა არა ამ შაქარს. ნებისმიერი ადამიანი შეძლებთ ამის გაკეთებას, პატარა ბავშვიც. არის უგემრიელესი, მარშმელოუს აღარ იყიდით. ეხლა რა ხდება? ეს არის მე მქონდა მარწყვის პიურე, ანუ მარწყვა ჩვეულებრივი ცოცხალი მარწყვა დავაბლენდერე. მე ბევრი მაქვს აქ სადღაც 700 გრამია და დავამატე 50 გრამი ჟელატინი. გადაურიე ესე კარგად გავხსენი ერთმანეთში. აქ ერთი მომენტი თურმე არ გადამიღია, როცა ვაცხელებ მერე ქვაბში, მაგას ისე გეტყვით სიტყვიერად. მანამდე გავამზადე ესე, სანამ ჟელატინი გაფუვდება, 1-15-20 წუთი ჭირდება. აი ესე გახდება. მანამდე ფორმა გავამზადე, პარკი გადავაკარი და ცელოფანს წაუსვი ზეთი აუცილებლად. დავამატე შაქარი, მე თქვენ თუ გინდათ არ დაამატოთ, მე 200 გრამი შაქარი დავამატე. და ძალიან თბილი გამომივიდა. მერე გადავიტანე უკვე ქვაბში, ცოტა ლიმონმჟავა და აი ქვაბში არა ადუღოთ. გააცხელეთ უბრალოდ რომ აი ჟელატინი გაიხსნას და შაქარი გაიხსნას. მორჩა, მეტი არ დატოვოთ, არა ადუღოთ. და დავიწყეთ. ეხლა გათქვეფა. 1-15 წუთი უნდა თქვეფა, აი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. შეხედეთ როგორ თეთრდება ნელა-ნელა. როგორი იყო თავიდან და ნახეთ როგორი გახდა, შეხედეთ. სულ გაივსო ეს ჯამი, მე არ ვიცოდი, პირველად გავაკეთე და ძალიან ბევრი გამომივიდა, ანუ რა, მარწყვის 100 გრამიც გეყოფათ და 300 გრამზე 1-20 გრამი ჟელატინი გეყოფათ. აი ესე ზეთი წაუსვით, აუცილებლად წაუსვით ზეთი, რომ მე კარგად აძვრეს. გადაიტანეთ ამ ფორმაში ესე კოხტად და ლამაზად ეს ჩვენი მარშმელოუ დავარქვი, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი სტრუქტურა აქვს, მერე რო გაშრა. მერე ზევიდანაც პარკი გადავაკარი, აი ესე ზეთი წაუსვი პარკსაც აუცილებლად. გადავაკეთე და შევაცუნცულე მაცივარში. 1-6 საათი მაინც უნდა რა ღამე გააკეთეთ. მერე აი ესე დავდე ფოდნას, აი როგორც ხედავთ ვიდეოზე, აი ესე აძვრა ძალიან მშვენივრად ეს ჩემი ფორმა, მოვაძრეს პარკი, თან ისეთ მოლოდინში ვიყავე, ანუ პირველად გავაკეთე და რა იქნებოდა მაინტერესებდა. და არ ვიცი, ჯერ რა გემრიელია, ჯერ შეხედეთ რა ფაფუკია, აი შოქში ჩამაგდო დედას გეფცები, აი ისეთი მაგარი რამე, აი ჩემი შვილი ისეთი უჭმელია და არ იცით როგორ მოეწონა. გააკეთეთ, ძალიან გთხოვთ და დამიწერეთ. ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ალუბალი, მალინა, მოცვი, აი ნებისმიერი ხილი დააბლენდერეთ და გაურიეთ ჟელატინი.